საზოგადოება დღეს კიდევ ერთ სახალხო არტისტს დაემშვიდობა გივი ბერიკაშვილის საბურთალოზე ამაღლების ეკლესიის ეზოში დაკრძალეს, მანამდე კი მარჯანიშვილის თეატრში სამოქალაქო პანაშვიდი გაიმართა. თეატრის შესასვლელში გივი ბერიკაშვილის შემოქმედების ამსახველი ფოტოები იყო გამოფენილი. თეატრისა და კინოს მსახიობის გივი ბერიკაშვილის სამოქალაქო პანაშვიდი იმ სცენაზე გაიმართა, სადაც იგი სიცოცხლის ბოლომდე საყვარელ საქმეს აკეთებდა. თითქმის 50 წელი ყველასათვის საყვარელმა მსახიობმა მარჯანიშვილის თეატრში გაატარა. გივი ბერიკაშვილის ხსოვნისადმი პატივის მისაგებად მეგობრები, კოლეგები და მისი შემოქმედების გულშემატკივრები შეიკრიბნენ. სევდავი უზარმაზარია. მე მგონი ეს არის ყველაფერი. თვასე ვიცხოვრებ, ჩვენ როგორც მანი ცხოვრა, მე მგონი კარგი იქნება და სწორი იქნება. ეს არის კაცი, რომელიც დააკლდა კინოს, თეატრს, ქალაქს და სახელმწიფოს. მიუხედავად ასაკობრივი ესეთი სხვაობისა, მე ძალიან დიდი მეგობარი დავკარგე. გივი ბერიკაშვილის ოჯახს სამძიმარი გამოუცხადეს ხელისუფლების წარმომადგენლებმა, რომლებმაც ქართული თეატრისა და კინოს დიდ დანაკლისზე ისაუბრეს. გივი ბერიკაშვილი გვაჩვენებდა და იმ კარგს, რაც ჩვენში არის. ძალიან დიდი სიყვარული და სინანული არის დღეს ყველა ჩვენთაგანში. ძალიან გული მტკივა, რომ ასე ადრე ძალიან მოულოდნელად მოხდა მისი წასვლა ამ ქვეყნიდან. ის ყოველთვის დარჩება ჩვენს გვერდით. ფასაუდებელია ბატონი გივი ბერიკაშვილის ღვაწლი ქართული კინოს წინაშე, ქართული თეატრის წინაშე, ზოგადად ქართული კულტურის წინაშე. ბატონი გივის სახით ქართულმა თეატრმა და ქართულმა კინომ სრულიად ლეგენდარული მსახიობი და ადამიანი დაკარგა. ქართულ თეატრსა და კინოში გივი ბერიკაშვილმა ათეულობით საინტერესო და დასამახსოვრებელი სახე შექმნა. მაყურებელმა ისე შეიყვარა, რომ ნამდვილ სახალხო არტისტად იქცა, რომელსაც განსაკუთრებული წოდებები არ სჭირდება. ისეთ ეროვნულ ხასიათის გამოხატულება იყო გივი ყველაფრით თავისი მსახიობობით, ცხოვრებაში, ადამიანობით. ესეთ პიროვნული თვისებები იყო, რომელიც საოცარი იყო ქართველისთვის. საქართველოს სახალხო არტისტი გივი ბერიკაშვილი 83 წლის ასაკში, საკუთარ დაბადების დღემდე, რამდენიმე დღით ადრე გარდაიცვალა. მსახიობის საბურთალოს პანთეონში დღეს დაკრძალეს.